საჭიროა თუ არა ეს მოწყობილობა? ბედნიერი ვარ, რომ ამ ბრენდმა კოლაბორაცია შემომთავაზა და არ ვიყიდე Medicube-ის სახის მასაჟორი, რომელიც ძალიან ძვირია. მაგრამ არ გეგონოთ, რომ მომეწონა. სიმართლე გითხრათ, სახის მასაჟორები ზედმეტად გაჰაიპებული მგონია, მე ჩემ აზრს დავაფიქსირებ და აუცილებლად თქვენ სასაცველოდები კომენტარებში. ძირითადად საუბრობენ მის სიკეთეებზე და ამაზე არაერთი ვიდეო გექნებათ ნანახი, ჩვენ კი ყურადღება გავამახვილოთ მის უარყოფით მხარეზე. წარმოებლები ნამდვილად არ გვიმალავენ, როდის არ შეიძლება მათი გამოყენება, უამრავნაირი მოწყობილობა არსებობს და თითოეულ მათგანს სანამ იყიდით, აქვს თავისი გამოყენების წესები, ანუ რა დროს შეიძლება და რა დროს არ შეიძლება მათი მოხმარება, ამიტომ ყოველთვის ყიდვამდე მიაქციეთ ყურადღება ამ დეტალს. წავიკითხე ბრენდის რეკომენდაციები, ვნახე უამრავი ინფორმაცია და მივხვდი, რომ ჩემ კანს არ მოუხდებოდა, მაგრამ მაინც დავიწყე გამოყენება, რადგან გამომწერებს აინტერესებდათ შედეგი. მე მაქვს მშრალი მგრძნობიარე კანი, კაპილარები მაქვს ზემოდან, ზედმეტი ზეწოლის დროს კი ძალიან მიღიზიანდება. რამდენიმე მცდელობის მიუხედავად ვერ დავმეგობრდით, რადგან ჩემი სახის კანი გაუმჯობესების ნაცვლად გაუარესდა. სხვათა შორის ძალიან მაინტერესებს აი ასეთი ნიღბები, ვფიქრობ ინვესტიციის ჩადება ამაში უფრო ღირს, ვიდრე აი ასეთ მოწყობილობებში. ისევ ჯობია რეტინოლი და ჩემი სახის რუტინები გავაგრძელო. ნუაყვებით ტრენდებს, მოусმინეთ საკუთარ კანს. ჩემი გვერდის გამოწერა და ვიდეოს გაზიარება არ დაგავიწყდეთ. მადლობა რომ მიყურებთ, გელოდებით კომენტარებში.